ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიის 2014 წლის სამოქმედო გეგმაზე მთავრობის მიერ მომზადებულ ანგარის საია აფასებს. დღეს ამ თემაზე არასამთავრობო ორგანიზაციაში მრგვალი მაგიდა გაიმართა. საია მიიჩნევს, რომ ანგარიში ხარვეზებია დოკუმენტი, მათი შეფასებით არ მოიცავს სრულყოფილ ინფორმაციას უწყების მიერ შესრულებულ აქტივობებზე, ასევე ადამიანის უფლებების სფეროში პრობლემების ანალიზს და მათი გადაჭრის გზებს. სამოქმედო გეგმა ეხება სასამართლოს შრომის, დევნილთა და სხვადასხვა ტიპის უფლებებს და ამ უფლებებთან დაკავშირებით სამთავრობო უწყებების მიერ შესრულებულ სამუშაოებს. Ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს დოკუმენტი, რომელიც მომზადებულია და წარდგენილია პარლამენტში, არ არის სრულყოფილი, არ მოიცავს ინფორმაციას ცალკეული უწყებების მიერ განხორციელებულ აქტივობების თაობაზე. გარდა ამისა, არ არის ინფორმაცია იმ ცალკეული ღონისძიებების თაობაზე, რომლებიც განსახორციელებელი ქონდა ამა თუ იმ უწყებას, მაგრამ არ არის მითითებული, რატომ ვერ განხორციელდა ეს ღონისძიებები 2014 წელს, აპირებენ თუ არა მათ განხორციელებას 2015 წელს, რა სირთულეები იყო ამ პროცესში და ასე შემდეგ.